ჯესი ჯეის საკუთარი მენეჯერი ებრძვის. უნიკალური ხმის პატრონ პოპსტარს ყოფილი მენეჯერისთვის რაიმონდ სტივენსონისთვის $1 მილიონი გადახდა მოუწევს და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჯესიმ ეს უკანასკნელი პოპულარობის მოპოვების წამიდანვე გადააგდო. პრაისცეგის მომღერალი 15 წლის ასაკში სწორედ ყოფილმა მენეჯერმა აღმოაჩინა, რომელიც მუსიკალური სააგენტოს 151 მფლობელია. თუმცა რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჯესი კიდევ უფრო მეტმა საჭირო ადამიანმა შენიშნა, შემსრულებელმა მცუღე კონტრაქტი უნივერსალისგან მიიღო. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ჯესი ჯეის ყოფილი მენეჯერის $1 მილიონი ჯერ კიდევ ალბომის Who You Are-ის პრომოუშენიდან მართებს, რომელმაც საბოლოო ჯამში მომღერალს $5 მილიონი მოუტანა. როგორც წყარო აცხადებს, რაიმონდ სტივენსონს ჯესიზე დიდი ამაგი აქვს. პროდიუსერმა უნიკალური გოგონა ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა და კონტრაქტი ადგილობრივ კომპანიასთან ჰქონდა. მაშინ რეიმს $70,000 საკუთარი ჯიბიდან იმისთვის გადაიხადა, რომ ჯესი კონტრაქტისგან ეხსნა. აღმოჩნდა, რომ რაც უკვე მეგა პოპულარულ ვარსკვლავს 10 წლის წინანდელი სიკეთეების სრულებით დაავიწყდა და საკუთარი მენეჯერი საერთოდაც აღარ ახსოვს. მეტიც სტარს ამ თემასთან დაკავშირებით არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია. ან რაში სჭირდება? მისი ამჟამინდელი ლეიბლი მილიონზე გაცილებით მეც იმისათვის გადაიხდის, რომ მომღერალი არაფრით არ შეწუხდეს და მისი სამეფო უკანალი თბილად იდოს სტუდიაში.